ბერნიკოლოზის ნარიმონ მაქარაშვილის ისტორია რა არის? ის 90-იან წლებში როგორც ძალიან ბევრი მივიდა საქართველოს ეკლესიაში, იყო მორჩილი, მე აქვეცეს ბერად და საბოლოოდ იყო მღვდელ მონაზონი და ის 90-იან წლებშივე, ასე ვთქვათ, შეაჩერეს. თუმცა ის არ განუკვეთიათ ეკლესიიდან, ის ეკლესიის რიგებში ირიცხება კვლავ. რატომ შეაჩერეს? მის შესახებ იხსენებდა იოსებ შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები, რომელიც ამბობს, მე მაშინ ვიყავი შვედის სკოლის წინამძღვარი და ჩემ თვალწინ ხდებოდაო ეს. ის რაღაც ძალიან უცნაური ასკეტული უცნაურა არაქრისტიანული ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდაო, შეეძლო შიმშილობა გამოეცხადებინა, წყალს არ იღებდა და ერთ ხელ თავად პატრიარქმა სთხოვაო, რომ ეჭამაო გათხრილი სტაფილო და მაინც რომ არ ჭამაო, მე პატრიარქმა მეცხადა, რომ მოდი ჩამოხსნათ ჯვარიო, იმიტომ რომ პატრიარქმა ძალიან სთხოვაო და არ დაუჭერაო. Ну, დაინტერესებული იყო აღმოსავლეთ ცხოვრებაში, გაუნათრებელი კაცი არ იყო რაღაც მეორე სასწრაფის არ მარტო აღმოსავლეთიდან კაცი ფოლკნერს კითხულობს რაღაცას ნიშნავს, უკვე ჩემთვის პირადად. მე მიყვარს ფოლკნერი ძალიან. ირაგ რასთან გვაქვს საქმე? აი, ეს არის ეკლესიის წიაღში წარმოშობილი, რაზეც ეკლესიამ დაკარგა კონტროლი, ოფიციალურმა სტრუქტურამ. და ალტერნატიული განვითარება პოვა, ხო? და ხედავთ ადამიანს, რომელიც დუმარებაშია, თან ეს ძალიან სპეციფიკური მომენტია და მის გარშემო მიმდევრებს და ამიმდევრების სტრუქტურას, რომელიც საბოლოოდ შეიძლება თქვას, რომ რავი, შეიწირა კიდეც ის. დიახ, მივესალმები საქართველოს. ხო, მოვლენა ნამდვილად ტრაგიკულია, რაღაცა გაგებით იგავური ისტორიაც არის. რომ პერი რომელმაც თავად შექმნა ესეთი დღის წესრიგი, სადაც მას კომუნიკაციის საშუალება არ ექნებოდა, ეს იყო პირობა მისი ქარიზმის ლეგიტიმაციის, აღმოჩნდა მისი ტრაგიკული აღსასრულის მიზეზიც, იმიტომ რომ როცა საჭირო იყო დახმარების თხოვნა, მან ამ დახმარებაზე უარი თქვა ალბათ თავისი რწმენიდან გამომდინარეც. და მივიღეთ ისეთი ისტორია, როგორიც მივიღეთ. მაგრამ ისტორია თავისთავად რაღაცა გამონაკლისი არ არის. კულტები და აი კულტის მიერი თაყვანისცემის პრაქტიკა საკმაოდ კარგად შესწავლილია სოციოლოგიაში, ძალიან ხშირი მოვლენაა. და ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სხვათა შორის მოწყვლადი ჯგუფები კულტისთვის საკმაოდ ბევრია. რადგან მოთხოვნილება არსებობს ერთად. მოთხოვნილება არსებობს სწრაფად ცვლილების, მოვლენათა სწრაფად ცვლილების. ანუ კულტთან და ანუ რელიგიურ ისეთ რწმენასთან დაკავშირებული პრაქტიკები, რომელსაც მიყავს ადამიანს, ბევრი სოციალური და ფსიქოლოგიური ფაქტორები არის, ხო, რომელიც ქმნის ადამიანს რელიგიური რწმენებისადმი მოწყვლადს. ну, თავარი ესეთი ზოგადი მნიშვნელობა ის ჩვენი, ასე ვთქვათ, მოკვდაობა განაპირობებს იმას, რომ ჩვენ მოწყვლადი ვიყოთ ზოგადად ღმერთის იდეით დაინტერესებდით რაღაც არ კავშირში, მაგრამ ეს კიდე ძალიან სპეციფიკური მოვლენაა, ხო? ეს თავად უფრო სპეციფიკური მოვლენაა, იმიტომ რომ აქ სხვა ჯგუფური ზემოქმედების ფაქტორები შემოდის, ანუ ადამიანს აქვს მოთხოვნილება ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის და კულტი ერთგვარად მზავ, ასე ვთქვათ, პროდუქტს აძლევს მოწყვლად ადამიანს, სადაც ჯგუფიც არის, ახსნა მის გარშემო არსებული პრობლემატიკის დაპირება, რომ მისი პრობლემა რაც შეიძლება სწრაფად მოგვარდეს. კულტისადმი მოწყვლადობა ძირითადად განპირობებულია იმით, რომ რაღაცა გადაუჭრელი ისეთი პრობლემა, რომელიც არ არის მაინც და მაინც შენზე დამოკიდებული და ითხოვან განგებისგან, სამყაროსგან რაღაცა განსაკუთრებულ ხსნას, შველას და აი აქ რაღაცა მზა ერთგვარი პასუხია. ასეთივე პასუხები შეიძლება იყოს ოფიციალურ ეკლესიის ორგანიზაციაშიც, ანუ მაგრამ აი აქ რაც არის უფრო მეტი მიჯაჭულობა ჯგუფისადმი, იერარქიულობა, რომელიც აღმოჩნდა ესეც საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა კულტის პრაქტიკაში და იზოლაცია. ანუ კულტის პრაქტიკა გარკვეულწილად იზოლირებული ჯგუფის პრაქტიკაა, რომელშიც შემდეგ იქნება გამომდინარე კულტის კონსპირაციული თეორიიდან ასევე იქნება კონსპირაციული თეორიები გარშემო სამყაროს, ანუ მტრული განწყობებისა. აქ ერთგვარი ჰერმანევტიკული წრეც არის, იმიტომ რომ ადამიანი თავისთავად ასნობიერებს იმას, რომ მისი მოქმედება გარედამთვალიერებლისთვის შეიძლება ძალიან უცნაური იყოს და აქ უკვე ირთვება ფსიქიკის ისეთი მექანიზმი, როგორიც არის კოგნიტური დისონანსი, რომელიც ადამიანის თავდაცვითი მექანიზმია, რომელიც
იცავს მას იმის გაცნობიერებისგან, რომ ის იქცევა არარაციონალურად. ამიტომ ის ეძებს რაციონალიზაციას თავისი ქმედების და თავდაცვის მექანიზმი შეიძლება იყოს აგრესია იმ ადამიანის, რომელიც მას აი ამ კოგნიტურ დისონანსში აგდებს, ანუ გამოყავს თითქოს რაციოსკენ, მაგრამ ეს რაციოს არ ემორჩილება და ყველა გარშემო ადამიანი მისთვის არის რაღაცა მტრული გარემოს შემქმნელი თითქოს ესეთი ბაბლი. თავად სხვა შორის ამ სტრუქტურას ახასიათებს თავისი ენა. რომელიც მოცულია რაღაცა მისტიციზმით, რომელიც გეუბნება რაღაც გზავნილებს, დაშიფრულია, დაშიფრა ეს ზოგადად დამახასიათებელია ნებისმიერი ასეთი ტიპის ჯგუფისათვის, მაგრამ სპეციფიკური ქართული ენა მოუყვება, ხო? და ნიკოლოზი არ იყო ერთადერთი თანამშრომელი. ეკლესიაში ჯერ ყოველთვის არსებობს რუსულ ეკლესიაშიც, ქართულ ეკლესიაშიც ტარაცების, აი ეს რა, ცალკე მდგომი ბერების, იერარქიის მიღმა მდგომი, ავტორიტეტის მქონე ბერების ფენომენი. მაგრამ საქართველოს ამას შეიძინა კიდე სპეციფიკური მემკვიდრეობითი სახე. აი, ასე ეს ადამიანი ამბობენ, ხო რა სამბობენ, რომ აი იყო მამა გაბრიელი და მამა გაბრიელის შემდგარი მამა ნიკოლოზი, მამა გაბრიელამდე იყვნენ ბეთანიელი მამები, თქვა ივანე მაისურაძე და ხეიძე. ანუ ეს თითქოს ცალკე დინასტია არის. არსებობენ პატრიარქების, ეპისკოპოსები რაც, მაგრამ და ამ სტრუქტურის ნაწილია ესეც, ჩვენ ერთი ეკლესია ვართ, კეთყვი, მაგრამ აი ეს წმინდანობა, ცოცხალი წმინდანობა ცალკე მემკვიდრეობა და მათი ენა არასდროს არ გეუბნება, არასდროს არ შიფრავს ბოლომდე რის თქმა უნდა, აი ამ რაღაც გაუგებრობაში ერთგვარ გრამატიკო წყობაში უნდა მოიკითხო თითქოს აზრი. თავისთავად ეს დამახასიათებელია, ხო, ენობრივი და მათ შორის რაღაცა ლეგიტიმაციის ნაწილები, რომ ეს მამა გაბრიელის მოწაფე იყო, ესე ძალიან შესამჩნევი იყო სხვა შორის. ხო, ანუ ამას თავისი კონტექსტი. ხო, ლეგიტიმაცია ჭირდება მას ეს რომ. თავისთავად ხადი, ამას თავისი პრაქტიკა აქვს, ამისი კონტექსტი აქვს და გამომდინარე კიდევ ანუ ერთგვარი პროტესტისა ალბათ ოფიციალური ინსტიტუტის მიმართ, სადაც ის ჯგუფებიც აღმოჩნდნენ მოწყვლადები, რომელიც დაუშვათ ეკლესიურ პრაქტიკას არ ეთანხმებიან და აქვს გარკვეული კრიტიკული შენიშვნები და ეს მისტიციზმი მისთვის განსაკუთრებულად გამსაზღვრელი, ასე ვთქვათ, პრაქტიკა არის და აი აქ უფრო ნაღდი გზაა. აი ესეთი მიდგომა, აქ უფრო ნაღდი გზაა და ეს ნაღდი გზა არ მოუგონია ნიკოლოზ მაქარაშვილს, მანამდე იყო ესეთი პრაქტიკა, საერთოდ ქრისტიანულ პრაქტიკაში ასკეტიზმის პრაქტიკაც არსებობს. კი, როგორ არის, ეს ძალიან გავრცელებულია. თავისთავად რაღაც ტიპის ფსიქოსომატური სავარჯიშოების გზით მთელი პალამიზმი ეგ არის და ზუსტად მართლმადიდებლობის ეგ განასხვავებს კათოლიკობისგანაც, იგივე რომ ეს მიმართულება ძალიან არის. დიახ, ამას სავარჯიშოები აღმოსავლურ რელიგიებთან მათ შორის მიიჩნევა, რომ აქედან გავრცელდა კავშირი არსებობდა რა. თუმცა ეს არის კიდე დამახინჯებული ფორმა ხშირ შემთხვევაში, ამ ფსიქოსომატური სავარჯიშოების რუტინის, რიტუალის ასევე, ხო? იქ რომ მიდიან ადამიანები უყურებენ ფანჯარას, საბაროდის გამოხდას ღერიან. ხო, ანუ ეს ჭვრეტის პრაქტიკა არსებობს აღმოსავლურ, ასე ვთქვათ, ქრისტიანობაში. გავიხსენოთ თუნდაც ილიას განდეგილის, მაგრამ ის სხვა სათქმელით იყო, მაგრამ ეს პრაქტიკა რომ არსებობს, ის საფუძველი იყო აღებული ფაბულაშიც, ხო? ანუ ენას პრაქტიკულად თავად მიმდევრები იგონებენ, იმიტომ რომ რახან ლიდერი მდუმარებაშია, მდუმარება არის გარკვეული ენობრივი სიმბოლო, ანუ პრაქტიკა როგორც არის რაღაცა ფიზიკური გამოხატულება, როგორცაც ასანთის ღერების დარიგება და მას რომ არ აქვს ესეთი პროგნოზირებადი ხასიათი, რომ შეიძლება ნებისმიერ მომენტში მოხდეს. კი და მუდმივი მოლოდინი. ხო, და სოჟურის აი კიდევ ერთი ბმა ამას შორის ყოფილა რა. მე მახსოვს, მე ნიკოლოზ მაქარაშვილი მახსოვს, ღრმა ბავშვობიდან რატომ მე რელიგიური ლიტერატურა რადგან მაინტერესებდა, საქართველოს ეკლესიაში იყო გავრცელებული, მამა გიორგი ბასილაძე იყო ქუთაისელი, მოწამეთელი სასულიერო პირი, რომელიც ასევე აი ამ რიტორიკაში, ამ ნარატივებში ტრიალებდა, მოდეს ვთქვათ და ის ამბობდა, რომ აი არის ნიკოლოზი, აი მამა გაბრიელი იყო და მე არის ნიკოლოზი, ხო, აი გამორჩეული ვითომ ნიჭებით რაც ეს დაჯილდოებული ხალხი ასე ხედავდა და ეს მიმართულება არსებობს, მოკლედ დიდი ხანი არსებობს ეკლესიაში, ეს ეხლა არ დაწყებულა რა, ეხლა შეიძლება საზოგადოებას გაიგო, მაგრამ საფუძველი ამისა, რომ აი მამა გაბრიელის მემკვიდრე, რომელიც დუმარებაშია, დუმარებამ ჩემი აზრით საკვანძო როლი ითამაშა მის გარშემო აი ამ ჯგუფის შემოკრებაში.
საკვანძრო რა მას რო ელაპარაკა ცოტა სხვანაირად იქნებოდა ვიცი წერილები როცა მან წერილობითად ილაპარაკა და ეს ნამდვილად არ იყო ისეთი მისტიკური რაღაცა წერილები რომელშიც ძალიან ბევრი იყო გაბნეული აზრები რაღაცა სამყაროს მეფობაზე, იმპერატორობაზე და სხვა რაღაცა პრაქტიკებზე. მე არ მინდა ციტატები მოვუყანო, იმიტომ რომ ნამდვილად არ დავიმახსოვრებია ის ტექსტი, მაგრამ ალბათ ეს ტექსტი რომ ხმამაღლა ეკადაგა, შეიძლება ქარიზმის გაფანტვაც კი მოყოლოდა ამას. ხო, ანუ ენა არის თავად მიმდევრების მიერ უკვე შექმნილი. და აი იერარქია, რომელიც იქ წარმოიშვა ეს საკმაოდ დამახასიათებელი პირობა ნებისმიერი ჯგუფისთვის. ჯგუფის პრაქტიკაა ის, რომ თუ კი აქვთ ერთი საერთო ამოცანა, იქ აუცილებლად გამოჩნდება რაღაცა კომპეტენტური ლიდერები, რომელიც დაუშვათ აიღებენ რაღაცა ამოცანას თავის თავზე და ამ ამოცანას შემდეგ სხვები დაეთანხმებიან და აი ეს იერარქია განაპირობებდა რაღაცა უკვე არსებულ წესებს, რომელიც შეიძლება თავად სულაც არ მოუწესრიგებია, ეს შედეგები მან მიიღო უკვე მისგან დამოუკიდებლად და საბოლოოდ აი ისეთი შედეგი დასრულა, რომელიც ალბათ მისთვის სასურველი სულაც არ იყო ეს სცენარი, ხო? როცა როგორ იქნებოდა ეს მისთვის სასურველი? ხო, როცა დახმარება მას სჭირდებოდა და დახმარებისთვის არავინ არ შემოუშვეს. ურთულესი ამბავია ნამდვილად. კარგი მორჩით ახლა ჩვენ ნიკოლოზ მაქარაშვილის საუბარს. მართლა ამოუწყურავი თემა არის. წმინდა სოციოლოგიური დაკვირვების, ანთროპოლოგიური, რელიგიაცოდნეობის თვალსაზრისით, ჩვენ საზოგადოების დაკვირვების თვალსაზრისით. აი ეს მათ შორის შეიმჩნევა თუ არა რაღაც სოციალური ფენაა, რომელიც მაქარაშვილმა შეძლო და მიიმხრო. თუ ყველაფერი დაყავს მას. მგონი რომ ყველაფერი დაყავს, მაგრამ მაინც სპეციფიკურად არის რაღაცა ფენა. აი, მაინტერესებს მართლა იქ შეიძლება მათ შორის ნეტა გამოვარჩიოთ. არის ეს უმაღლესი განათლების ქონების თუ რა ტიპის განათლება აქვს, რა ტიპის სამუშაო პრაქტიკა აქვს. საინტერესო ფენომენია ნამდვილად. მე იმ ჯგუფთან არ მემუშავე, არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ვიდეოებში შემხვედრია რაღაცა ისეთი კონკრეტული რაციონალური რაღაცა რეპლიკები. ვარაუდობ, რომ რა თქმა უნდა იქნებოდა მათ შორის საკმაოდ წარმატებული ადამიანების, მაგრამ მაინც მოწყვლადი აი ამ ჯგუფისთვის. მაგრამ მე მაინც აი ნიკოლოზ მაქარაშვილის კულტს არ განვიხილავთ როგორც ცალკე ფენომენს, ის მაინც დიდი ასე თქვა კონტექსტის ნაწილია, მოზაიკის ნაწილია, იმიტომ რომ ჩვენთან ლიდერის გაკულტების პრაქტიკა არის პოლიტიკაშიც. და ყავს ესეთი ქარიზმატული ლიდერები, რომელიც ერთგვარ ხატებად არის წარმოდგენილი და მათ შორის აი აღნიშნულ რელიგიურ ლიდერებსაც იგივე პოლიტიკური ლიდერებისადმი ტრფობა ახასიათებთ, გულისხმობ იოსებ სტალინს და ასე შემდეგ. და მეორეც ჩვენ ყავდა პატრიარქიც, რომელიც ასევე ქარიზმატული ლიდერი იყო. კი. ანუ საზოგადოების მოწყვლადობა, რომ ავტორიტეტი, პატრიარქი უნდა ხელმძღვანელობდეს მის რა ვიცი, ზნეობას, დღის წესრიგს, მომავალს, პრაქტიკას, ზედამხედველობას. ეს კულტურა არსებობს საზოგადოებაში და ამ კულტურის კონკრეტული ეპიზოდი იყო, რომელიც აი ამდაგვარი პრაქტიკით გამოვლინდა, რომელსაც ჰქონდა რაღაცა განსაკუთრებული ჯგუფური იერარქია და ჯგუფური რაღაცა იდენტობა და ჯგუფური შეკავშირებულობა, თუმცა ნაკლებად ასე ვთქვათ ჯგუფური იდენტობა და უფრო დიფუზიური ჯგუფი, ანუ რეფერენტული ჯგუფის სახით როცა არის წარმოდგენილი პოლიტიკაში იქნება ეს თუ საერო ცხოვრებაში თუ რელიგიურ პრაქტიკაში, სხვა მიმართულებებითაც გვქონდა ჩვენ და აი ამისი ნაწილი, ანუ არის ალბათ საზოგადოებები, რომელშიც უფრო მეტად არის მოწყვლადობა აი ამ ქარიზმატული ლიდერებისადმი. სხვათა შორის ამერიკაშიც არის ეს. დიახ, ზუსტად ეს მინდოდა მე თქვა. ანუ ამერიკაში სხვა შორის იქ სადაც ხდება ჩანაცვლება ანუ სადაც ფეხი აბრაამიანულმა რელიგიებმა, ხო? სტრუქტურიზებულმა რელიგიებმა შედარებით გვიან აი ახლა იყიდებს, აი ქრისტიანობასაც ახლა აფრიკის ქვეყნებში, სამხრეთ ამერიკის რაღაც ტიპის საზოგადოებებში აზიაში, აღმოსავლეთ აზიაში, ფილიპინები. დიახ. ყველგან არის ესეთი პრაქტიკა. კორეა მათ შორის. იქ სადაც აი მათ შორის ბევრ ქრისტიან კულტს ნახავთ. ხო, ანუ ამერიკის შეერთებული შტატები ენციკლოპედია მთელი კულტურის. კიდე სხვა მასშტაბის არის. ზოგიერთი კულტი სულაც არ იყო რელიგიური.
მაგალითად ერთ-ერთი ქალბატონი ამბობდა, რომ რაღაცა პლანეტა კლარიონიდან რაღაცა ხილვა ქონდა და ემზადებოდნენ სამყაროს დასასრულისთვის და ადამიანებმა ქონება გაყიდეს, ელოდებოდნენ სამყაროს დასასრულს. ანუ ესეთი პრაქტიკები მრავალია, შესწავლილია ეს, დაფიქსირებულია როგორც სოციოლოგიურად, ასევე კულტუროლოგიურად, რომ მსგავსი პრაქტიკები არსებობს და ახლაც რომ გადავიდეთ აი თუნდაც თანამედროვე ტრამპის ადმინისტრაციასთან იქ ძალიან ბევრი წუწუნებს უკვე იმ ფაქტზე, რომ ტრამპის მიმდევრები როგორც კულტს ისე აღიქვავენ, ანუ ჩამოყალიბდა ერთგვარი კულტური პრაქტიკა და კულტისთვის დამახასიათებელი პრაქტიკაა ის, რომ ინტერპრეტაციას აძლევენ მოვლენას, რომ გაამართლონ თავიანთი სულიერი ემოციური ინვესტიცია, რაც მანამდე ჩადებული აქვთ. ანუ რაც არ უნდა მოხდეს და უშუალოდ ტრამპმა რაც არ უნდა დააშოვოს, მაინც რომ არსებობს ერთგვარი ინტერპრეტაცია მისი გამართლების. ეს ცხადია, კულტი არ არის იმ პრაქტიკული გაგებით, მაგრამ ასეთი წუწუნი რომ არსებობს ამერიკის შეერთებული შტატების საზოგადოებაში, ეს საინტერესო ფაქტია.